რატომ ანელებს მოძრაობა დროს? არა მეტაფორულად, არა პოეტურად, არამედ რეალურად. თან ისე, რომ ამის შემოწმება ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია. ადამიანების უმეტესობას სჯერა, რომ დრო აბსოლუტურია. შენი საათი, ჩემი საათი. დედამიწის გარშემო 7500 მეტრი წამში სიჩქარით მოძრავი საათი. ყველა ერთად, სინქრონულად და უნივერსალურად უნდა ციგციგებდეს. მაგრამ ეს რწმენა მცირე კი არა ფუნდამენტური შეცდომაა. და აი რა ხდება სინამდვილეში. კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტები შენზე ნელაბერდებიან. ბევრით არა. წელიწადში დაახლოებით წამის მე-10,000-ედებით. ეს არ არის დამრგვალების ხარვეზი ან ხელსაწყოს შეცდომა. ეს რეალურია, რომელსაც ფიზიკის უზუსტესი კანონები ადგენს. კანონი კი ასეთია. შენი ნებისმიერი მოძრაობა სივრცეში შენს დროში მოძრაობის წილს იპარავს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო სწრაფად მოძრაობს სივრცეში, მით უფრო ნელა მოძრაობ დროში. ეს იმიტომ, რომ მოძრაობასა და დროს ერთი და იგივე ბიუჯეტი აქვთ. სამყაროს ძალიან მკაცრი ბუღალტერია აქვს. თვითმფრინავით ნებისმიერი მგზავრობისას, მანქანით გადაადგილებისას თუ უბრალოდ ნაბიჯის გადადგმისას, შენ უფრო ნაკლებად ბერდები, ვიდრე ის, ვინც უძრავად დგას. როდესაც საქმე ასეთ სიჩქარეებს ეხება, განსხვავება ძალიან მცირეა. წამის მე-მილიარდედები. მაგრამ ეს რეალურია. მთელი შენი ცხოვრებაა დროში მოგზაურობ. მაგრამ ამის დამადასტურებელი ბილეთი არასდროს აგიღია. ეს ყველაფერი ცვლის იმას, თუ როგორ აღიქვამ სივრცეს, საათებს და საკუთარ თავსაც კი. მოდი ავხსნათ დეტალურად. აიღე ტელეფონი, ჩართე ფანარი და კედელს მიანათე. სინათლის ამ სხივმა შენი ტელეფონი 300,000 კილომეტრი წამში სიჩქარით დატოვა. ეს სინათლის სიჩქარეა. ყველაზე სწრაფი რამ სამყაროში. ახლა ნახე რა მოხდა. წარმოიდგინე, რომ სიხარ მანქანაში, რომელიც 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. და ამ დროს ჩართე მანქანის ფარები. რა სიჩქარით იმოძრავებს მანქანის ფარებიდან გამოსული სინათლე? შენი ინტუიცია კარნახობს, რომ სინათლის სიჩქარეს დამატებული 60 კმ/სთ, ხომ? ლოგიკურია, რა თქმა უნდა. მაგრამ შენ ცდები. შენი მოძრავი მანქანიდან გამოსული სინათლე ზუსტად იმავე სიჩქარით მოძრაობს, როგორც შენი ტელეფონის ფანრიდან გამოსული სინათლე. 300,000 კილომეტრი წამში. არც 1 მეტრით თუ სანტიმეტრით მეტი და არც 1 მეტრით ნაკლები. სწორედ აქ ღალატობს ადამიანს ინტუიცია. რადგან თუ მოძრავი მანქანიდან ბურთს ისვრი, რა თქმა უნდა ბურთის სიჩქარეს დაემატება მანქანის სიჩქარე. მოძრაობა ასე მუშაობს. ასე მუშაობს საერთოდ ყველაფერი, გარდა სინათლისა. სინათლეს არ ადარდებს მოძრაობ თუ არა. სინათლეს არ აინტერესებს უძრავად დგახარ თუ არა. ის ყოველთვის ერთი და იგივე სიჩქარით მოძრაობს. გამონაკლისების გარეშე. ამბობენ, რომ სინათლეს სიჩქარის ლიმიტი აქვს, მაგრამ ეს მხოლოდ იარლიღია. სინათლე კი არ ემორჩილება ლიმიტს, არამედ სინათლე თავად განსაზღვრავს მას. ლიმიტი არსებობს იმიტომ, რომ არსებობს სინათლე. სწორედ ეს იყო ის, რამაც თავის დროზე ფიზიკა თავდაყირა დააყენა. რადგან თუ სინათლე ერთი და იგივე სიჩქარით მოძრაობს, მიუხედავად იმისა, თუ რა სიჩქარით გადაადგილდება თვითონ სინათლის წყარო, მაშინ ამის ხარჯზე სხვა რამ უნდა შეიცვალოს. რაღაცამ უნდა დათმოს. წარმოიდგინე, უახლოვდები სინათლის წყაროს. სინათლე შენსკენ მოიწევს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სინათლე მაინც იმავე სიჩქარით მოდის. მაშ რა თმობს? არც სინათლე, არც სივრცე, არამედ დრო. თავად დრო იწელება და იკუმშება, რათა სინათლის სიჩქარის მუდმივობა შეინარჩუნოს. და ეს არ არის უბრალო თეორია, ეს მრავალჯერ დამტკიცებული რეალობაა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ის რეალობა, რომლის დამტკიცებაც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია. ამაზე ქვემოთ. ახლა უფრო მასშტაბურად შევხედოთ. შენ არ ხარ სინათლის საათი, მაგრამ ატომებისგან შედგები. ატომები კი ერთმანეთთან ელექტრომაგნიტური ძალებით ურთიერთქმედებენ. შენი მთელი სხეული პაწაწინა საათების ერთობლიობაა. ყოველი ქიმიური რეაქცია შენს ტვინში, ყოველი სიგნალი ნერვებში, ყოველი გულისცემა, ყველაფერი ელექტრომაგნიტურ ურთიერთქმედებაზეა დამოკიდებული. როცა მოძრაობ, შენ სხეულში ყოველი ატომის საათი უფრო ნელა ციკციკებს. ბევრით არა, წამის მე-მილიარდედებით, მაგრამ ეფექტი რეალურია. ეს ყველაფერი სამყაროს მკაცრი ბუღალტერიაა, რომელიც უბრალოდ ასე მუშაობს და მორჩა. ახლა კარგად დაუკვირდი. შენ ყოველთვის გაქვს ფიქსირებული სიჩქარე სივრცე დროში. ეს სიჩქარე შეგიძლია სივრცეში ან დროში მოძრაობაზე დახარჯო, მაგრამ ბიუჯეტს ვერ გადააჭარბებ.
სივრცეში უფრო სწრაფად გადაადგილდები, მაშინ დროში უფრო ნელა იმოძრავებ. ხოლო თუ სრულიად უძრავად იქნები, მაშინ მთელი ეს სიჩქარე დროში მიდის. დრო ამ შემთხვევაში მაქსიმალური ტემპით მიედინება. და ეს არ არის მეტაფორა, ეს რეალური ფიზიკაა. მაგრამ აქ ჩნდება კითხვა. ვინ დაინახა ეს ყველაფერი? რა გონებამ დაინახა ეს უხილავი ბუღალტერია, რომელიც ყველაფრის საფუძველია? ეს ამბავი 1905 წლის სექტემბერში შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში იწყება. საპატენტო ბიუროს 26 წლის რიგითი თანამშრომელი ტრამვაით სამსახურში მიდის. მას არ აქვს ლაბორატორია, არც რაიმე სტატუსი გააჩნია უნივერსიტეტში და არც რაიმე ძვირადღირებული აღჭურვილობა ცდებისთვის. მას მხოლოდ ერთი კითხვა აქვს, რომელზე ფიქრსაც თავს ვერ ანებებს. კითხვა კი ასე ჟღერს: რას დავინახავდი, თუ კი სინათლის სხივს გვერდით გავყვებოდი? მარტივად ჟღერს არა, ბავშვურადაც კი, მაგრამ ამ კითხვამ 300 წლიანი ფიზიკა სამარეში ჩადო. მოკლედ, როგორც მიხვდით, ეს უბრალო თანამშრომელი დიადი ალბერტ აინშტაინი იყო. აინშტაინამდე ყველას, თავად ნიუტონსაც სჯეროდა აბსოლუტური დროისი. ნიუტონი ამტკიცებდა, რომ დრო ყველა დამკვირვებლისთვის თანაბრად მიედინებოდა. კოსმოსური საათი, რომელიც სადღაც სამყაროს ფონზე წიკწიკებს, უნივერსალური, უცვლელი და ყველასთვის ერთი და იგივეა. ამას ინტუიციური და ლოგიკური საფუძველი ჰქონდა. და ახლაც ასეა. მაგრამ წარმოიდგინე, რომ სინათლის ტალღის გვერდით გარბიხარ. სულ უფრო სწრაფად, სანამ მის სიჩქარეს არ გაუტოლდები. რას დაინახავდი? ნიუტონის მიხედვით გაყინულ სინათლის ტალღას, სივრცეში გაჩერებულ ელექტრომაგნიტურ ველებს დაინახავდი, რომლებიც არ მოძრაობენ, მაგრამ ეს შეუძლებელია. სინათლე უნდა მოძრაობდეს. ის ყოველთვის ერთი და იმავე სიჩქარით უნდა მოძრაობდეს. სინათლეს არ შეუძლია სიჩქარის შენელება ან მომატება. თუ სინათლე არსებობს, ის ყველგან და ყოველთვის ერთი და იმავე სიჩქარით მოძრაობს. კიდევ ერთი უცნაურობა. თუ სინათლე ყველა დამკვირვებლისთვის ერთი და იმავე სიჩქარით მოძრაობს, მაშინ ორი ადამიანი, რომლებიც თავად სხვადასხვა სიჩქარით გადაადგილდებიან, ვერასდროს შეთანხმდებიან დროზე. მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა გარდაუვალია. ერთი ადამიანი ხედავს საათს, რომელიც ნორმალურად მუშაობს, ხოლო მეორე, რომელიც მასზე სწრაფად გადაადგილდება, ამჩნევს, რომ იგივე საათი გაცილებით ნელა მუშაობს. მაგრამ მთავარი სიგიჟე ისაა, რომ ორივე მართალია. ორივე რეალობას ზომავს. მაგრამ ეს რეალობა სხვადასხვაგვარად გამოიყურება იმის მიხედვით, რა სიჩქარით მოძრაობს სივრცეში. აინშტაინმა ამას ფარდობითობის სპეციალური თეორია უწოდა, რომელიც 1905 წელს გამოაქვეყნა. იმავე წელს მან ფოტოელექტრული ეფექტი ახსნა, რომელმაც ნობელის პრემია მოუტანა. იმავე წელს აინშტაინმა ფიზიკურად დაამტკიცა ატომების არსებობა. იმავე წელს აჩვენა, რომ მასა ენერგიის ტოლია. 4 დიდებული ნაშრომი ერთ წელში. ფიზიკა სამუდამოდ შეიცვალა. მაგრამ დროის შენელების შესახებ ნაშრომი ყველაზე უცნაური იყო, რადგან აინშტაინს ის ლაბორატორიაში არ აღმოუჩენია. მან ეს აღმოაჩინა ტრამვაით მგზავრობისას და ფანრის სხივებზე დევნაზე ფიქრით. გონებრივი ექსპერიმენტი. სულ ეს იყო. ამბობენ აინშტაინი გენიოსი იყო, მაგრამ ეს მხოლოდ იარლიყია. ის ჯიუტი გენიოსი იყო. მან უარი თქვა წინააღმდეგობების მიღებაზე. ის მათემატიკას საკუთარ ინტუიციაზე მეტადენდო. ინტუიცია კარნახობდა, რომ დრო აბსოლუტური უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან ეს უგულებელყო. ახლა კი დავსვათ მთავარი კითხვა. რამდენად რეალურია ეს ყველაფერი? რამდენად შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ მოძრაობისას დრო ნელდება? აი, მტკიცებულებებიც. სანამ კონკრეტულ მტკიცებულებებზე გადავალ, დაალაიქე ვიდეო. კომენტარის დაწერაც არ დაგავიწყდეს. თუ არხი ჯერ არ გამოგიწერია, აუცილებლად გამოიწერე. განვიხილოთ ცნობილი ტყუპების პარადოქსი. ყავს ტყუპები, ერთ დღეს დაბადებულები, ყოველმხრივ იდენტურები. ერთი დედამიწაზე რჩება, მეორე კი კოსმოსური ხომალდით შორეულ მოგზაურობაში მიემგზავრება. ხომალდი სინათლის სიჩქარის 99%-მდე ჩქარდება. ის შორეულ ვარსკვლავამდე მიფრინავს და შემდეგ სახლში ბრუნდება. მისი პერსპექტივით 5 წელი გავიდა. ის გადმოდის ხომალდიდან და ხვდება ტყუპ ძმას, რომელიც მასზე 50 წლით უფროსია. არა მეტაფორულად, არა პოეტურად, არამედ რეალურად. ის 25 წლისაა. მისი ტყუპი ძმა კი 75-ის. ერთი და იგივე დაბადების დღე, ერთი და იგივე გენეტიკური კოდი, მაგრამ სხვადასხვა ასაკი. სწორედ აქ ღალატობს ადამიანს ინტუიცია.
როგორ არის ეს შესაძლებელი? ორივე ტყუპისთვის დრო ჩვეულებრივად არ მიედინებოდა? განაწამების წიგ-წიგს ორივე ერთი და იგივე ტემპით არ გრძნობდა? დიახ, ზუსტად. სწორედ ესაა მთავარი. მოგზაურმა ტყუპმა იგრძნო, როგორ გავიდა 5 წელი. ჩვეულებრივი გულისცემა, ჩვეულებრივი ძილის ციკლი, ჩვეულებრივი კვება. არაფერი განსაკუთრებული. მისი პერსპექტივით უცნაური არაფერი მომხდარა. მაგრამ ის სწრაფად მოძრაობდა. მოძრაობა კი დროს იპარავს. მისი სხეულის ყოველი ატომი დედამიწასთან შედარებით უფრო ნელად წიკწიკებდა. რა თქმა უნდა, მას ეს არ უგრძნია. დროის შენელებას ვერასდროს იგრძნობ. ეს არ გავს ფილმში ნანახ შენელებულ კადრებს. შინაგანად, ბიოლოგიურად, დრო ყოველთვის ნორმალურად იგრძნობა, მაგრამ გარედან მთელი მისი არსებობა შენელებულად მიმდინარეობდა. ამბობენ, რომ ეს პარადოქსია. ამ მაგალითსაც დღემდე ტყუპების პარადოქსი ქვია, მაგრამ ეს მხოლოდ იარლიყია. აქ არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. ყველაფერი უზუსტესად მუშაობს. ვინც იმოძრავა, ნაკლებად დაბერდა. ვინც დარჩა, მეტად. განსხვავება რეალურია, მუდმივი და გამოუსწორებელი. სამყაროს მკაცრი ბუღალტერია აქვს. მოგზაურმა ტყუპმა თავისი ბიუჯეტი სივრცეში მოგზაურობაზე დახარჯა. შესაბამისად, დროისთვის მას ნაკლები ბიუჯეტი დარჩა. ნაკლები ციკციკი, ნაკლები წლები. მართალია, ჩვენ არასდროს გაგვიგზავნია ადამიანის სინათლის სიჩქარის 99%-ით. ჯერჯერობით ეს არ შეგვიძლია. მას ეს მხოლოდ თეორიაა, ფურცელზე დაწერილი ზუსტი მათემატიკური განტოლებები, რა თქმა უნდა არა. რადგან ჩვენ ეს ეფექტი რეალურ ნაწილაკებზე დაკვირვებით გამოვცადეთ. თვითმფრინავებში მოთავსებული უზუსტესი ატომური საათებითა და დედამიწის გარშემო მბრუნავი თანამგზავრებით. ტყუპების პარადოქსი აღარ არის უბრალოდ გონებრივი ექსპერიმენტი. ეს რეალურად გაზომილი ფაქტია. 1971 წელს მეცნიერებმა ატომური საათები სამგზავრო თვითმფრინავებზე განათავსეს. დედამიწის ორბიტაზე გაუშვეს და შემდგომ მიწაზე დარჩენილ საათებს შეადარეს. მოძრავმა საათებმა ზუსტად ის ცდომილება აჩვენეს, რასაც აინშტაინის ფარდობითობის თეორია წინასწარმეტყველებდა. კიდევ ერთი მაგალითი. ამ ყველაფრის დამამტკიცებელი საბუთი ახლა ხელში გიჭირავს. შენ ყოველდღე იყენებ GPS, საკვების შესაკვეთად, გზის გასაგნებად ან სირბილისას მანძილის გასაზომად. ამ დროს შენი ტელეფონი მონაცემებს თანამგზავრებიდან იღებს. ყველაფერი მარტივია. GPS თანამგზავრები დედამიწის გარშემო დაახლოებით 20,000 კილომეტრის სიმაღლეზე მოძრაობენ 14,000 კილომეტր/საათის სიჩქარით. არა სინათლის სიჩქარით, მაგრამ საკმარისად სწრაფად საიმისოდ, რომ მათი საათები შენსაზე ნელა წიკწიკებდეს. რამდენად ნელა? დაახლოებით 7 მიკროწამით ნელა, რაც წამის 7 მემილიონედია. ძალიან უმნიშვნელოდ ჟღერს, არა? ვის ადარდებს 7 მიკროწამი? შენს GPS-ს ადარდებს. თანამგზავრები სიგნალებს აგზავნიან. შენი ტელეფონი კი ზომავს, რა დრო დასჭირდა ამ სიგნალს მოსასვლელად. დროებს შორის უმცირესი განსხვავებაც კი შედეგს ძალიან ცვლის. 7 მიკროწამი კი დაახლოებით 2 კილომეტრიან ცდომილებას გვაძლევს. წარმოიდგინე, Google Maps-ში თავისუფლების მოედანი მიუთითე, მაგრამ მან ფილარმონიასთან მიგიყვანა. დროის შენელების კორექტირების გარეშე შენი რუკები გამოუსადეგარი გახდებოდა. ნავიგაცია სადღაც მდინარეში გაგიყვანდა. კურიერი კი საერთოდ სხვა ქალაქში აღმოჩნდებოდა. მაგრამ რეალურად ასე არ ხდება. რატომ? იმიტომ რომ ინჟინრები GPS სატელიტებს თავიდანვე სპეციალურად ჩაშენებული შეცდომებით აწყობენ. რათა შემდგომ ფარდობითობის თეორიის გათვალისწინებით ამ თანამგზავრებმა დედამიწის საათთან სინქრონულად იმუშაონ. აინშტაინის განტოლებები იმისთვის მუშაობენ, რომ შენი პიცის მიტანის ადგილი ზუსტი იყოს. ეს არ არის უბრალოდ თეორია ან უბრალოდ მათემატიკა, რომლის ფორმულებიც ზუსტია. ეს რეალური მტკიცებულებაა, რომელიც ახლა ხელში გიჭირავს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ. იქ, ზემოთ, დედამიწის ორბიტაზე სინამდვილეში ორი ეფექტი მოქმედებს. სიჩქარის გამო დროის შენელება საათებს ანელებს, მაგრამ თანამგზავრები დედამიწის გრავიტაციისგან უფრო შორსაც არიან. სუსტი გრავიტაცია კი საათებს უფრო სწრაფად ამუშავებს. მოიცა, გრავიტაციაც მოქმედებს დროზე. დიახ, ეს ფარდობითობის ზოგადი თეორიაა. ის განსხვავდება სპეციალურისგან, მაგრამ პრინციპი იგივეა. დრო არ არის აბსოლუტური. GPS თანამგზავრებისთვის ეს ორი ეფექტი ნაწილობრივ აბათილებს ერთმანეთს, მაგრამ არა ბოლომდე. საბოლოო ჯამში თანამგზავრების საათები დედამიწასთან მიმართებაში 38 მიკროწამით უფრო სწრაფად მუშაობენ.
ამიტომ ინჟინრები GPS სატელიტების საათებს გაშვებამდე სპეციალურად ანელებენ, რომ დედამიწაზე არსებულ საათებთან სინქრონულად იმუშაონ და GPS-მა საქართველოს ბანკის მაგივრად TBC-ში არ გაგიშვას. ყოველ ჯერზე, როდესაც Google Maps ხსნი, ფარდობითობის თეორიას იყენებ. ყოველ ჯერზე, როდესაც ადგილმდებარეობას ამოწმებ, აინშტაინის არჩრდილი ფონზე მათემატიკურ გამოთვლებს აკეთებს. ამბობენ, რომ დროის შენელება აბსტრაქტული ფიზიკაა, მაგრამ ესეც მხოლოდ იარლიღია. სწორედ დროის შენელებაა იმის მიზეზი, რომ გუშინ წინ ის კაფე მარტივად იპოვე. კიდევ ერთი რამ. არ მინდა ვიდეო მინკოვსკის გეომეტრიით გავართულო და ვილაპარაკო იმაზე, რომ მასის მქონე ნებისმიერი ობიექტის 4 სიჩქარის მოდული სივრცე დროში სინათლის სიჩქარის ტოლია. ამიტომ ყველაფერი ასეთ შეიძლება ითქვას. შენ ყოველთვის სინათლის სიჩქარით მოძრაობ. ახლაც კი ამ ვიდეოს უყურებ და მოძრაობ 300,000 კილომეტრი/წამში სიჩქარით, მაგრამ რა თქმა უნდა, არა სივრცეში, არამედ სივრცე დროში. და ისევ სწორედ აქ ღალატობს ადამიანს ინტუიცია. სივრცე დრო ორი სხვადასხვა რამ არ არის. ეს ერთიანი ქსოვილია, ერთი ბიუჯეტი და შენ მასში მუდმივად, ზუსტად სინათლის სიჩქარით გადააგილდები. საქმე აირაშია. შენ შეგიძლია ეს სიჩქარე გადაანაწილო. შეგიძლია მისი ნაწილი სივრცეში მოძრაობაზე დახარჯო, ნაწილი კი დროში მოძრაობაზე, მაგრამ ჯამი არასოდეს იცვლება. წარმოიდგინე მანქანის სპიდომეტრი, რომელიც კილომეტр/საათის ნაცვლად შენს სიჩქარეს სივრცე დროში ზომავს. ის არის ყოველთვის სინათლის სიჩქარეზე მიუთითებს და რაც იცვლება, ეს მხოლოდ მიმართულებაა. დადექი აბსოლუტურად უძრავად. ამ დროს სივრცეში მოძრაობა ნულის ტოლია. შესაბამისად, მთელი შენი სიჩქარე დროში მიდის. დრო შენთვის მაქსიმალური ტემპით მიედინება. დაიწყე სიარული. ამ დროს სიჩქარის ნაწილი სივრცისკენ გადაინაცვლებს. დროისთვის ნაკლები რჩება. შესაბამისად, დრო ოდნავ ნელდება. გაიქეცი უფრო სწრაფად. მეტი სიჩქარე სივრცეში ნიშნავს ნაკლებს დროში. დრო უფრო მეტად შენელდა. მიუახლოვდი სინათლის სიჩქარეს სივრცეში. დროისთვის ბიუჯეტი თითქმის არ რჩება. და დრო პრაქტიკულად ჩერდება. სამყარო არ ვაჭრობს. სინათლე წესებს არ არღვევს. ბუღალტერია აბსოლუტურია. ეს შენ თავს ხდება. სწორედ ახლა. ადექი, გაიარე ოთახში და შემდეგ ისევ დაჯექი. შენ ახლა ხან უფრო ნელადაბერდი, ვიდრე ის, ვინც უძრავად იჯდა. რა თქმა უნდა, ბევრით არა. არა ისე, რომ საოჯახო ხელსაწყოებით გაზომო, მაგრამ ეფექტი რეალურია. ფიზიკა გააქტიურდა. ბუღალტერია განახლდა. შენ დრო სივრცეში გადაცვალე. სამყარომ ეს ჩაინიშნა. მთელი შენი ცხოვრებაა დროში მოგზაურობ. ნებისმიერი ნაბიჯი, ნებისმიერი ფრენა, ყოველი მგზავრობა თუ ლიფტით ასვლა. შენ უფრო ნელაბერდებოდი, ვიდრე ის, ვინც უძრავად იდგა. ყველაზე სწრაფი ადამიანები, რომლებსაც კი ოდესმე უმოგზაურიათ, აპოლოს ასტრონავტები იყვნენ. ისინი დაახლოებით 40,000 კილომეტр/საათში სიჩქარით მიქროდნენ მთვარისკენ. ამიტომ ისინი ოდნავ უფრო ნაკლებად დაბერდნენ, ვიდრე ადამიანები დედამიწაზე. რამდენით ნაკლებად? მთელი მოგზაურობის განმავლობაში 22 მიკროწამით. მათთვის ეს არაფერია, მაგრამ ფიზიკამ იმუშავა. სამყაროს ეს არ გამოპარვია. შენი ცხოვრების ნებისმიერმა მოძრაობამ შექმნა მცირე დროის ვალი შენსა და შენს გარშემო არსებულ ყველაფერს შორის. შენსა და შენს სკამს შორის. შენსა და გარეთ არსებულ ხეებს შორის. შენსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ამ დროს უძრავად იყვნენ. ჩვენ ყველანი ოდნავ განსხვავებული ტემპით ვბერდებით. მუდმივად, უწყვეტად. განსხვავებები ქაოსში ითქვიფება, მაგრამ ნული არასდროსაა. სამყაროს არ ადარდებს სიმცირე, სამყაროს ადარდებს სიზუსტე. წესები ყველგან მოქმედებს, ყოველთვის, გამონაკლისების გარეშე. და რა მოხდებოდა უფრო სწრაფად მოძრაობა რომ შეგვეძლოს? არა თვითმფრინავის, ან რაკეტის სიჩქარით, არამედ რეალურად სწრაფად. სინათლის სიჩქარის 50%-ზე დროის შენელება უკვე შესამჩნევი ხდება. შენ დაახლოებით 15%-ით უფრო ნელად აბერდებოდი. შენი ერთი წელი სხვებისთვის 14 თვე იქნებოდა. სინათლის სიჩქარის 90%-ით მოძრაობისას შენ უკვე დაახლოებით ორჯერ ნელად აბერდებოდი. შენი ერთი წლის განმავლობაში დედამიწაზე 2 წელი გავიდოდა. სინათლის სიჩქარის 99%-ზე კი შენი ერთი წელი დედამიწის 7 წელიწადს გაუტოლდებოდა. ხოლო 99.9%-ის შემთხვევაში დედამიწაზე 22 წელი გავა, სანამ შენ 1 წელიწადს იგრძნობ. ეს არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა, ეს ფიზიკაა, გაზომილი, დადასტურებული და ელოდება ძრავებს, რომლებიც საკმარისად სწრაფი იქნება ამის გამოსაყენებლად.
მოგზაურობა 50 სინათლის წლით დაშორებულ ვარსკვლავამდე შეიძლება მოგზაურისთვის მხოლოდ 10 წელიწადს გაგრძელდეს. მაშინ როცა დედამიწაზე საუკუნეები გავა. სამყარო მკაცრ ბუღალტერიას ეწევა, მაგრამ არასდროს უთქვამს, რომ ეს ბუღალტერია სამართლიანია. შენ ვერ გაუსწრებ სინათლეს, მაგრამ შეგიძლია გაუსწრო დროს. შენ ამას მთელი ცხოვრება აკეთებდი. მცირე მასშტაბით, უხილავად, მაგრამ რეალურად. სინათლე უარს ამბობს შეცვლაზე. ყველაფერი დანარჩენი უნდა შეიცვალოს. დრო ნელდება, სივრცე იკუმშება, ტყუპები სხვადასხვანაირად ბერდებიან. GPS სატელიტებს შესწორებები სჭირდებათ. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ სინათლე არ ვაჭრობს. ადამიანები სვამენ კითხვას: რატომ არის სინათლის სიჩქარე ლიმიტი? ეს არასწორი კითხვაა. სინათლის სიჩქარე არ არის ზღვარი, რომელსაც ეჯახები. ის არ არის ბარიერი. სინათლის სიჩქარე უბრალოდ გაცვლითი კურსია სივრცესა და დროს შორის. კითხვა, თუ რატომ არის სინათლის სიჩქარე ლიმიტი, იგივეა, რაც იკითხო, რატომ არის აღმოსავლეთი ჩრდილოეთის მართობულად. ეს არ არის სამყაროსთვის თავსმოხვეული წესი. ეს თავად სამყაროს ფორმაა. შენ არსებობ ქსოვილში, სადაც სივრცე და დრო ერთმანეთშია გადახლართული. და ამ ნაქსოვს თავისი გეომეტრია, სტრუქტურა და პროპორცია აქვს. სინათლე კი არ ემორჩილება პროპორციას. სინათლე თავად არის ეს პროპორცია. და ყოველ ჯერზე, როცა მოძრაობ, შენ ბრუნავ ამ ქსოვილში და ერთ მიმართულებას მეორეში ცვლი. ამ ვიდეოს ყურება იმ ფიქრით დაიწყე, რომ დრო ფიქსირებული იყო, რომ მოძრაობა მხოლოდ მოძრაობაა და საათები ყველგან ერთნაირად ციკციკებენ. ახლა კი იცი, რომ დრო მიმართულებაა. ისევ შეხედე შენი ტელეფონის ფანარს. ამ მარტივ სხივს. ეს არ არის მხოლოდ კედელზე მოხვედრილი ფოტონები. ეს სამყაროა, რომელიც თავის არქიტექტურას გვიჩვენებს. შენ უბრალოდ უნდა იცოდე, როგორ უყურო მას. თუ მოგეწონა ვიდეო, იცი რაც უნდა ქნა. ასევე კომენტარიც დაწერე. თუ არხი ჯერ არ გამოგიწერია, აუცილებლად გამოიწერე. დროებით. შევხვდებით მომავალ სივრცე დროში.